მოქალაქეებს პოლიციაში იბარებენ იმ სესხებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილმა მათ 2018 წელს ჩამოაწერა. თამუნა მუსერიძე აცხადებს, რომ ვალების ამომღებმა კომპანიამ მას უჩივლა სასამართლო კი დაუსწრებლად ჩატარდა. ვისაც გონიათ, რომ ივანიშვილმა გაჩუქათ ეს სესხები, გაარკვიეთ, ამბობს მუსერიძე. ფონდმა ქართულ 2018 წელს 600,000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული ჯამში 1,5 მილიარდ ლარამდე დავალიანება გაუუღა. იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთ გზის გასაუბრება. მიქანაძე განმარტავს, რა რეაგირება იქნება იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ ექნება სურვილი შვილს ფორმა ჩააწვეს. მინისტრის თქმით, სკოლის დისციპლინური კომისია გადაწყვეტს, დაუშვან თუ არა ფორმის გარეშე მოსწავლე გაკვეთილზე. ფორმა უნდა ეცვას ყველას, აცხადებს მიქანაძე. თამარ ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი მივიდა. თეონა თამაზაშვილი პროკურატურასთან აქციას ყოველ ორშაბათს მართავს და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. მან დღეს უწყებასთან მიიტანა ბანერი იმ კითხვების არასრული ჩამონათვალით, რომელიც ოჯახს გამოძიებასთან აქვს. კაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ტრაფიკინგის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.